კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gr, My Video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთა ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ კარგი თემა შევარჩიეთ სასაუბროდ. ეს არის ლიტერატურული კონკურსი წერ თავისუფალ თემას. ის სწორედ ამ კონკურსის იდეის ავტორი გახლავთ, მაგრამ ვიდრე თავად უშუალოდ კონკურსზე ვისაუბრებთ, გეტყვით რომ ამ კონკურსის მიზანია ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეთა გამოვლენა და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი ჩვენი დიალოგი დავიწყოთ ჰუმანიტარული განათლების შესახებ საუბრით. როდესაც მე პირადად მიწევდა სკოლაში სწავლა, ვიცოდი რა იყო ეს ჰუმანიტარული მიმართულებები, გარკვეულ სკოლებს ჰქონდათ პრიორიტეტები, თქვათ, რიგი ტექნიკური მიმართულებით იყო გამორჩეული, რიგი ჰუმანიტარული. დღეს როგორ არის ბატონო გია მდგომარეობა ჰუმანიტარული განათლების, როგორ გვესმის ის თანამედროვე ეპოქაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გმადლობთ მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელსაც. ეს კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, ერთ-ერთი ფუნდამენტური და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის. საბოლოო ანგარიშით, როგორიც არის ქვეყნის სასკოლო სისტემაში ჰუმანიტარული განათლების კულტურა, ისეთივე მდგომარეობა არის საზოგადოებაში, ისეთივე მდგომარეობა არის სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბების ერთი მხრივ და მეორე მხრივ განვითარების თვალსაზრისით. ამას აქვს კიდევ ერთხელ ვამბობ კოლოსალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. იმიტომ რომ ის აყალიბებს ხასიათს, ის აყალიბებს განწყობებს, ის აყალიბებს დამოკიდებულებებს და საბოლოო ანგარიშით ის აყალიბებს ხედვას ცხოვრების. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარულ განათლებას. რას გულისხმობთ ახლა ჩვენ ამაში? როდესაც ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ, პირველ რიგში უნდა დავაკონკრეტოთ, რომ ამაში ჩვენ გულისხმობთ ლიტერატურის სწავლების მდგომარეობას, როგორ ვასწავლით ქართულ სკოლაში ლიტერატურას, ისტორიის სწავლებას, ხელოვნების სწავლებას. ეს არის სამი ფუნდამენტური ამბავი. ამას მოსდევს სხვა კითხვები კიდევ. მაგალითად ასეთი, იმათ კიდევ დაუბრუნდები მოკლედ, მაგრამ ასეთი კითხვები მოსდევს. განსაზღვრული გვაქვს თუ არა ჩვენ კარგად და სრულფასოვნად რას ვუწოდებთ ზოგად განათლებას. ცნებების განმარტებით იწყებდა სოკრატე, მოგეხსენებათ, თელმის ფილოსოფია ცნებების განმარტებაა. აი ჩვენც უნდა ვკითხოთ ერთმანეთს. ჩვენ სკოლას ქვია ზოგად საგანმანათლებლო სკოლა. ხო? რას მოიცავს? აი რა არის ზოგადი განათლება? მოდით აი თქვენ კითხავთ აგერ გულისხმობს თუ არა თქვენი აზრით ზოგადი განათლება იმას, რომ ბავშვი, ჩვენი მოსწავლე ისე არ ამთავრებდეს 12 კლასს, ახლა ცოტა ხანში 11-ს, რომ წარმოდგენა არ ქონდეს მაგალითად ბიბლიაზე. გულისხმობს თუ არა ზოგადი განათლება იმას, რომ ისე დაამთავროს სკოლა ჩვენმა მოსწავლემ, რომ არანაირი წარმოდგენა არ ქონდეს მსოფლიო ლიტერატურაზე, მაგალითად. გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ბავშვს არ ქონდეს გააზრებული საქართველოს ისტორია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ის რაც ხდება საქართველოს ისტორიაში, ეს ხომ არის მსოფლიო ისტორიის გამოძახილი. იმ კონტექსტში უნდა განიხილო თუ არა და მის არსებას ვერაფრით ვერ მიხვდები. ერთი ტრადიციული მაგალითია ასეთი. თემურ ლენგი იყო არა, 8-ჯერ შემოესია საქართველოს, ხო? ძალიან უცნაური შემოსევები კი იყო ესა, კაცმარო თქვას, კი აგვაწიოკებდა ხოლმე, მაგრამ მე მიდიოდა, არც გვიფხრობდა, არა და მოდიოდა ხოლმე ხშირად აქ. რა უნდოდა? რატომ მოდიოდა? ახლა თუ შენ არ იცი რომ თემურ ლენგი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებელი ძველ დროს აბრეშუმის გზის უსაფრთხოებაზე და რომ ხანდახან ჩვენებს კონფლიქტი მოსდიოდათ ხოლმე ამ ნიადაგზე მასთან, ისე ვერ გაიგებ ამ შემოსევების ვერც მიზეს, ვერც მიზანს და ვერც შედეგებს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ რომ
დადგა დრო ჩემი აზრით რომ ჩვენ გადავიაზროთ ჰუმანიტარული განათლების პარადიგმა და შესაბამისად უფრო თანამედროვე ვერსია მივიღოთ ამ ვინ უნდა შეძლოს ეს ბატონო გია თუ ჩვენ საუბრობთ თანამედროვე ეპოქაზე და ამ პრიზმიდან ვუყურებთ საკითხს, მაშინ ხვდებით, რომ დღეს თუნდაც ხელოვნური ინტელექტი იმგვარად არის განვითარებული, რომ ტოლს არ დაუდებს არც ერთ პედაგოგს, რომელიც შეიძლება საგაკვეთილო პროცესს მართავდეს. და მეორეს მხრივის ეფექტიანობა და ეფექტურობაც, რომელიც კონკრეტულმა პერსონამ, ანუ მასწავლებელმა უნდა შეძლოს მასშტაბში ისევ ზოგადი ვთქვათ პრიზმიდან პროცესის სრულფასოვნად მართვა. ვინ არის ეს? პირველ რიგში ამაზე პასუხისმგებელი არის ის, ვინც მთავარ ხედვას განაპირობებს. ეს არის სახელმწიფო, რასაკვირველია. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას მთავარი ხედვები. ეს ძალიან არსებითია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო მიზრუნოს, რომ იყოს შესაბამისი კონცეფცია ჰუმანიტარული განათლების და თან დივერსიფიცირებული ცალ-ცალკე მიმართულებათა მიხედვით. როგორ უნდა ასწავლო ლიტერატურა, როგორ ასწავლო ისტორია, ხელოვნება, ასე შემდეგ. ფილოსოფია მაგალითად უნდა შემოიტანო ამ ხედვაში თუ არა. ახლა ვიღაცა იფიქრებს კარგით ერთი თქვენ რას ლაპარაკობთ, რას მელაპარაკებით, ისედაც ამდენი პრობლემა გქონდა, ახლა ფილოსოფიის სწავლება მეამატეთ კიდე ამას ახალი პრობლემა დაამატეთ კიდე. მე ამას ასე ვუყურებ, ესეც როდესაც თქვენ ეცნობით მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული მოაზროვნეების ხედვას, ვინც დაკავშირებული იყო სასკოლო განათლების სისტემასთან. ისინი ამბობენ, რომ იან ამოს კომენსკის შემდეგ, რომელიც 300 წლის წინ ცხოვრობდა და რომელმაც შექმნა საგაკვეთილო სისტემა. დიახ. და რომელიც ახლაც მოქმედებს, ხო? იქ პირველი ქართული გაქვთ, მეორე ფიზიკა, მესამე რაღაცა ხელოვნება, ან ისტორია, მერე ბიოლოგია, ასე შემდეგ. დანაწევრებულ სამყაროს თავაზობთო თქვენო, ბავშვებს უნაწევრებთ სამყაროსო და სამყარო მთლიანი არისო. რაღაცამ უნდა გაამთლიანოსო ეს ხედვა და ეს წარმოდგენა მოსწავლის ცნობიერებაში და ამას აკეთებს ფილოსოფია და ამიტომ უნდა ისწავლებოდეს, რა თქმა უნდა, ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგიის შესაბამისი სიადვილით და მიხვედრილობით, თქვათ, შეიძლება ისწავლებოდეს ეს. ყოველ შემთხვევაში ის კითხვები, რასაც ფილოსოფია სვამს ხოლმე, ეს სასკოლო კითხვებია. ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ მე? საით მივდივარ მე? რა მიზანი მაქვს? მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ დავით გურამიშვილს აქვს ერთი მაქსიმა პედაგოგიური პირდაპირ, რომელსაც მე მივაწერდი ყველა სკოლის შესასვლელს საქართველოში. ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდან მოსულა, სად არის წავა სადაო. აქ ჩვენ მივადექით ერთ ასეთ ამბავს, იცით? აი, უკვე იმდენჯერ გავიმეორე ეს ბოლო წლებში, რომ აღარც ვიცი, მაგრამ მაინც ჩვენი საუბრის მთლიანობისთვის აუცილებელია და მოკლედ მოგახსენეთ. დიახ. თქვენ რომ მასწავლებელი ხართ და შედიხართ სკოლაში, მთლიანად სკოლაც და თქვენც სამ თავარ რაღაცას აკეთებთ იქა. პირველ რიგში თქვენ ასწავლეთ საგანს, მაგალითად ისტორიას თქვათ. ის კარგად უნდა იცოდეთ, უნდა გიყვარდეთ ბავშვებთან ერთად და ეს უნდა კარგად ასწავლოთ მოკლედ. მეორე, თქვენ უნდა აყალიბებდეთ ამ თქვენს მოსწავლეებში იმ უნარებს, რომელთა გარეშეც ვერავინ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს ცხოვრებაში. რა უნარებია ეს? მოკლედ გეტყვით. ნებისყოფა, მაგალითად, უნდა შევიტანოთ ამ ჩამონათვალში, დიახ, უნდა შევიტანოთ, იმიტომ რომ ნებისყოფის გარეშე პიროვნება არ არსებობს საერთოდ. აბა დასვით თქვენ კითხვა თანამედროვე ქართულ სკოლაში რას აკეთებს თქვენი სასკოლო საზოგადოება იმისთვის, რომ ბავშვებში ნებისყოფა ჯერ ჩამოყალიბდეს და მერე განვითარდეს. დიდი და მრავლისმეტყველი დუმილით შეიძლება შემოგეგებონ თქვენ. კარგი, ეს ნებისყოფა ერთია. შრომის მიმართ დამოკიდებულება, შრომის კულტურის ჩამოყალიბება არის ერთი უმთავრესი ამოცანა, რასაც სკოლა უნდა წყვეტდეს. იმიტომ რომ შრომის კულტურა თუ არა გაქვს, არც ქვეყანა გაქვს, არც საზოგადოება გაქვს, არც სახელმწიფო გაქვს
და არც მომავალი არ გაქვს. მესამე, ეს არის ალგორითმის გააზრების უნარი. მიზნისკენ რომ მიდიხარ, რა ნაბიჯები დაგჭირდება რომ გადადგა იქ. ამას რო გაიაზრებ, მე ესეც უნდა გაიაზრო, რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა ეს ნაბიჯები, რომ შედეგს მიაღწიო. მეოთხე უნარსაც დავასახელებ, მაგრამ ეს არის მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ. ბავშვებს შეცდომის არ უნდა ეშინოდეთ. შეცდომაც გაკვეთილია, შეცდომაც გამოცდილება, რომელმაც შეიძლება შენ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა? და არავითარ შემთხვევაში ყურები არ უნდა ჩამოყარო თუ წააგე რაღაცა მიზანთან მისვლისას თუ წააგე არ უნდა როგორ ამბობენ ახლა არ უნდა გაგიწყდეს ცხოვრება თლიანად ხო ეს უნარებია და მესამე ამბავია კიდე მესამე კი არა პირველია თლაც მე რომ გითხოს კაცმა ეს არის ღირებულებათა სისტემა ხო როგორ ვასწავლით ჩვენ შვილებს იმას რომ სიკეთის მხარეს დადგნენ ემპათია იცოდნენ რა არის მეგობრობის წინაშე რაღაც ვალდებულებები ჰქონდეთ. რახან ვალდებულება ვახსენებ, არა ისიც ვთქვათ. თავისუფლებაზე რო ელაპარაკები ამ ბავშვებს. განა შენ მოვალეობაზე და პასუხისმგებლობაზე არ უნდა უთხრა რამდენიმე სიტყვა. გახსოვთ ფრანგები ამბობენ ეგზისტენციალისტები. ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო. სულ მიგვირდა ეს პირველად რო წავიკითხე, რას ამბობს ეს ხალხი კაცო? ხალხი კვდება იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს და შეინარჩუნოს და შენ რა წევლაზე მელაპარაკები აქ. საქმე ის არის, რომ თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. და ეს პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს. ძალიან ბევრისთვის უცხოა და ძალიან ბევრისთვის საერთოდ მიუღებელია. ამიტომ მოზრდილ ნაწილს ადამიანებისა ურჩევნია საერთოდ არ იყოს თავისუფალი, ვიდრე ის პასუხისმგებლობა აიკიდოს თვირთად ხრებზე. ეს ყველაფერი არის თემები, ეს ყველაფერი არის კითხვები. მაგრამ წეღარ რასაც ვამბობდი, რომ სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა, რომ ხედვა დაანახოს მეთქი საზოგადოებას და გადაწყვეტაც უნდა დაანახოს, ამისთვის ფულიც უნდა გამოყოს. მასწავლებლების პროგრამებიც უნდა გააუმჯობესოს. იდეალური სურათი დავინახოთ, სახელმწიფო ყველაფერი გააკეთა ამისთვის. პედაგოგის მოწოდების სიმაღლეზეა, სკოლა როგორც ინსტიტუცია მუშაობს ყველა მიმართულებით, საგნობრივ მიმართულებითაც, უნარებსაც ავითარებს, ღირებულებათა სისტემასაც ქმნის, მაგრამ მთელი შაშლა რაც თქვენ გააკეთეთ, მაგალითად კონკრეტული, ვთქვათ, ნებისყოფასთან დაკავშირებული, აი გლობალურ კონტექსტს რა ვუყოთ. მაშინ, როდესაც ის მოსწავლე დაბრუნდება და TikTok-ს ჩართავს, რომლის ალგორითმიც 1 წუთია აწყობილი, ნებისყოფა როგორ შეიძლება გამომუშავდეს, ან იმაზე ვთქვათ, რომ გარკვეული ვთქვათ შეცდომაც გამოცდილებაა ხო და გამოწვევა ერთის მხრივ გაიზარდო იგივე იმ სოციალურ ქსელში ან რაღაც ვირტუალურ სივრცეში ამას შეფასება აქვს როგორც არა ვთქვათ გამოცდილება ხო ტეხავს შეცდომა ვთქვათ იგივე ჟარგონით რომ ვთქვათ აი აქ სად ვართ როგორ შეიძლება რომ ერთის მხრივ მიუყვეთ ვთქვათ ამ ჯაჭვს და მეორეს მხრივ თანამედროვე ეპოქასაც ყურივად ხოვოთ. განსაზღვროთ ერთი ამბავი, რა გვინდა ჩვენ და მეორე მხრივ რა საჭიროება გვაქვს ჩვენ. რა გვინდა ეს ერთია. მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენ დადგე ერად სხვა ერთა შორის, როგორც გრიგოლ ორბელიანი ამბობდა თავის დროზე. ეს საჭიროება თუ არ გააცნობიერე და თუ არ გაყევი მის მოთხოვნებს, არ უპასუხი ამ მოთხოვნებს. ისე რამდენი გინდა იყავი იმ TikTok-ში, იქნები იქ, ჩარჩები იქ, წააგებ და ყველაფერს გააკეთებ, რაც საჭირო არ არის. რამდენიმე წლის წინ ევროპის უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა შეკრება იყო და იქ გამოვიდა ამ გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თქვა ასეთი ამბავი, რაც ძალიან დამაფიქრებელია ჩემი აზრით. მან თქვა, რომ უფრო მალე ვიდრე გვიან შეიძლება 10 წელიწადიც არ დასჭირდეს ამასო. იმის მერე კი გავიდა 1 3 თუ 4 წელიწადი რო თქვა. ყველა ვაკანსია მსოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით დაკავებული იქნება კონკურსის წესითო. ეს რას ნიშნავს? აქ საქართველოში არის ადგილი მაგალითად ინჟინრის რომელიღაცა ქარხანაში, ან მენეჯერის რომელიმე კომპანიაში, ან მასწავლებლის რომელიმე სკოლაში, თქვა. ასე შემდეგ.
კონკურსი გამოცხადდება და ამ კონკურსში ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვისაც უკეთესი კომპეტენცია ექნება, ის დაიკავებს ამ ადგილს. და ეს მანდამაინც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე შეიძლება არც იყოს. საქმე აქეთ მიდის. სამწუხაროდ. და ჩვენ ვინ ვიქნებით მაშინ? ჩვენ ვიქნებით უკეთეს შემთხვევაში დამხმარე პერსონალი. გვინდა ეს ჩვენა? ეს ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს როგორც აქამდე მოვიდა, ზოგიერთი მეცნიერი კი ამბობს როგორ მოვიდა გაურკვეველიაო, მაგრამ ხომ მოვედით ჩვენ? ხომ მოახერხეთ ეს? ანდახან ჩვენც ვამბობთ ხოლმე ის მშობლის სტილხვედრობა ქშველის მე მგონია. ხო, რაღაცა ქშველის თუ ჩვენც ხელს უწყობთ ამას, ქართველს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ღირსებაც აქვს და ჩვენ ხედავთ ყველანი რომ ამ ღირსებით მოვედით ჩვენა, რა? და მე იმედი მაქვს რომ კიდე კაი ხანს ვიქნებით. მეტი კაი ხანს უნდა შევცვალოს სიტყვით ბოლომდე ვიქნებით ჩვენ სადამეს სამყარო არსებობს. გვინდა რომ ეს დავიჯეროთ, მაგრამ მარტო სურვილი და მარტო ასეთი ნატურა საკმარისი არ არის. კაი მაგრად უნდა იფიქრო და გაისარჯო. ერთი ბენჯამენ აი მას აღარ მახსოვს. მოკლედ ცნობილი მოაზროვნე არის დიზრაელის თუ არ ვცდები. ეს ამბობდა რომ სასწაულები ხანდახან ხდება, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა საჭიროა. ჩვენ სასწაულებს სულ ვესწრაფვით ხოლმე, ემოციური ხალხი ვართ ჩვენ. მუშაობა ხანდახან არ გვინდა. აი ეს არის თავარი. სკოლაშიც უნდა ვასწავლოთ შრომის მიმართ დამოკიდებულება, მუშაობის სიყვარულიც და პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის და საკუთარი თავის წინაშეც. ბატონო გია, კონკურსი ახსენეთ და მე მივხვდი რომ ლიტერატურულ კონკურსს ალაპარაკოთ. ვართ ჩვენ აქ, თორე ამ თემებზე თქვენთან საუბარს რა სჯობს, დრო გავითვალისწინოთ და მოდით გითხარით, წერ თავისუფალ თემას. ესეც ძალიან საინტერესო დასათაურებაა. რეალურად სანამ ეთერში შემოვიდოდით, თქვით რომ ერთგვარი სარკეაო, ანარეკლიაო და კარგად მუშაობს როგორც ჩანს პრაქტიკაში. ვისაუბროთ ამ კონკურსზე. მე გეტყვი თქვენ, ეს იდეა დიდი ხნის წინ დაიბადა, 10-ზე მეტ ჯერ ჩატარდა უკვე ეს კონკურსი. ბოლო 5 თუ 6 კონკურსი ტარდება SEUS-თან ერთად, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ერთად. ისინი არიან მასპინძლები, ჩვენ მათ აუდიტორიებს ვიყენებთ ხოლმე და მათ ტექნიკას და მათ ორგანიზაციულ კულტურას და სპონსორებიც ისინი არიან. ამას ხარს უჭერს განათლების სამინისტროც, მასწავლებლის სახლიც, რა ვიცი, პირველი არხი, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, ყველა ხარს უჭერს, იმიტომ რომ საინტერესო საქმეა. პრინციპი რა არის ამისი? მარტივი პრინციპი აქვს. მე ვაძლევ ხოლმე 10 სათაურს, ჩემგარდას არავინ არ იცის, იმიტომ რომ რაც ორმა იცის, კი, ანუ ჩაწყობა არ ხდება. ხო, დამთავრებული ამბავია იქა. არც ტელეფონების შეტანის საშუალება მათ არ აქვს, იმიტომ რომ კარგად მოგხსენება ჩვენც ამ ხელოვნური ინტელექტის შესახებ. შენ თვითონ ვინ ხარ, ეს უნდა გამოაჩინო. როგორ უნდა გამოაჩინო? 10 სათაური გაქვს. ამ 10 სათაურიდან ზოგი ეხება ლიტერატურას, ზოგი ისტორია, ზოგი ხელოვნება, ზოგი ფილოსოფია, ზოგი რელიგიას, რა ვიცი, ჰუმანიტარიას მოკლედ. ერთი უნდა არჩიო აქედან და დაწერო თავისუფალი თემა, თხზულება. ჩვენ რაღაც დიდ მითითებებს იქ არ ვიძლევით ხოლმე. ნუ რა კრიტერიუმებია ვთქვა? მთავარი ხო კრიტერიუმი რა არის ახლა? კრიტერიუმი არის პირველ რიგში ზოგადი განათლების დონე. შენ რომ ამაზე წერ, ამას სათანადო სიღრმე უნდა ჰქონდეს, გააზრების კულტურა უნდა ჰქონდეს. ეს ერთი. მეორე, აზროვნების სისტემურობა და ლოგიკურობა. როგორ აბამ შენ ერთმანეთს ამ საკითხებს, როგორ შეგიძლია რომ ეს კალეიდოსკოპი წარმოიდგინო, როგორც ერთი მთლიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესამე, ეს არის თხრობის გადმოცემის კულტურა, უბრალოდ ფრაზის შეგრძნების კულტურა. მე და თქვენ ხო ვიცით კარგად, რომ წერალი მაგალითად ის არის, ვისაც შეუძლია ფრაზის აგება. ფრაზა არის სული ტექსტის. ამიტომ ფრაზის კულტურას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. გემოვნებას ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. რასაკვირველია, იმასაც ვეუბნებით ხოლმე ჩვენ მოსწავლეებს, რომ მარტო ის არ არის საკმარისი, რომ თქვა შენ რას ფიქრობ და როგორ ფიქრობ. შენ ეს უნდა დაასაბუთო, არგუმენტები უნდა მოიტანო. რატომ ფიქრობ ასე?
რატომ თავს ისფრათ მაგალითად და თუ ახლა ან ლიტერატურიდან ან ისტორიიდან ან შენი პირადი გამოცდილებიდან რაღაცა მაგალითებსაც მოიტან აი ეს არგუმენტი რომ მაგალითითაც დაადასტურო ეს თლათ უკეთეს მოკლედ ხო ერთს გეტყვით აი ახლა მაგალითად გამოვაცხადეთ ჩვენ უკვე ახალი კონკურსი ღია ეს კონკურსი ალბათ ხო არასაკურველია და მე-10 კლასიდან ზემოთ ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მთელი საქართველოდან მოდიან ხოლმე აქა შარშან იყო 1000-ზე მეტი კონკურსანტი ჩვენ ძალიან გვახარებს აი ახლა წელს რამდენიმე დღეა გამოვაცხადეთ და დაახლოებით 600-მდე კონკურსანტი დარეგისტრირდა უკვე და დრო აქვთ მაისის 20-მდე მე მგონი იქამდე კიდე რამდენი დარეგისტრირდება არ ვიცი რამდენიც უნდა იმდენი მოვიდეს ჩვენ ეს მხოლოდ გვახარებს იმიტომ რომ ბავშვი რომელსაც აქვს ამბიცია და სურვილი იმისა რომ გამოხატოს თავისი თავი ეს უკვე ჩვენი საუნჯია და ჩვენი ღირსებაა ქართველების არა მე არაფერი უკეთესი არ მინახავს ამ ქვეყანაზე ვიდრე ის ბავშვი რო ფიქრობს მით უმეტეს როდესაც ამ ფიქრს კარგად გამოხატავს ისა ხო და სხვათა შორის ძალიან კარგი ამბავია ის რომ სათანადო პრიზებიც არის აქ დაწესებული და ბავშვებს რო ახარებს ისეთი პრიზებია დაწესებული სხვათა შორის აი ამ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩვენ მასწავლებლებსაც ვაჯილდოებთ ხოლმე იმ წარმატებული ბავშვების მასწავლებლებს რომლებიც აი ესეთ თავს გამოიჩენენ ხოლმე ჩვენს კონკურსში და ძალიან გვინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცოდეს ხო ჩვენ კრებულს ბეჭდავთ ხოლმე კიდევ საუკეთესო თხზულებების აი ახლა გამოიცა ეს კრებული და ახალი კონკურსის წარდგენის დროს შეგვიძლია რომ ეს წარმოვადგინოთ ეს კრებულიც კეთილი მოკლედ ვისაც საინტერესებს ეს თემა და დარწმუნებული ვარ რომ ასეთი ბევრია მაშინ გამოიყენეთ დრო შესაძლებლობა მაისის ბოლომდე შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ კონკურსში და მე მოგცემს ბატონი გია კიდევ პირობას რომ დაგვიბრუნდება კვლავ და ახალ აღმოჩენებზე აქ ჩვენ სტუდიაში ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო თემებს წერენ ხოლმე ბავშვები შესანიშნავს დიდი მადლობა ბატონო გია მადლობა თქვენ გია მურღულია კონკურსის იდეის ავტორი ფილოლოგიის დოქტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც დათმობილი დროისთვის